მოსახლეობას მდინარე უჯარმისხევის პრობლემა აწუხებს. მოსახლეობას ის პრობლემები ექნება, რომ როდესაც გაზაფხულობით დიდდება ეს ხევი, საშინელ სიდიდეს აღწევს, გადადის მოსახლეობის ნაკვეთებში, ანგრევს სავალგზას და მიაქვს საკარმი და მონაკვეთების ძალიან დიდი ნაწილი. მოაქვს მერე ისინი ხერგავს აქაურობას და გადადის კი, ხერგავს, მოაქვს ტყიდან ჩამოედინება ეს მდინარე და მოაქვს 1000 ნაგავი ხეები, ისინი ჩაიხერგება, მერე გადადის კალაპოტიდან და გვანგრევს ხოლმე. ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივ ორგანოებს მოვთხოვეთ შარშან. დავწერეთ წერილი, გავაგზავნეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საგზაო დეპარტამენტშიც გავაგზავნეთ და გვითხრეს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში აუცილებლად გაითვალისწინებდნენ ამ პრობლემას და ეს პრობლემა ადგილობრივი ბიუჯეტით ამის მოგვარება შეუძლებელია, იმიტომ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მე პირადად არ მიმართი არავისთვის. იმიტომ რომ სოფელში იყოს სხვა რაღაც ისეთი გადაუდებელი პრობლემები, მაგალითად სასმელი წყალი, ტექნიკური წყალი, სარწყავი წყალი და ჯერჯერობით ეს საკითხები მოვაგვარეთ და ალბათ ამამდესაც მივიღოთ. ანუ გაკეთდა თავარი წყლის მილსადენის გადმოტანა უფრო საფრთხო ადგილას დამეწყრილი ზონიდან, გაიჭრა დაახლოებით 400 მეტრა გზა და შეიცვალა მილები. უჯარმაში სასმელი და ტექნიკური წყლის პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილებას სასმელ წყალში კირის შემცველობა იწვევს. ამ წყალს ვსვავდი, მაგრამ ახლა ეგრე ნახე უკვე გოდიში და შემეძეს ეს წყალი, როგორ ეგრე ვთქვათ რა. ჩვენ სოფელი მადლობელი ვართ ეს წყალი გამოიყვანეს, დიდი მადლობელი იმისათვის, რომ აი ჩვენ არც ერთ ოჯახს შეყვანის სახში არ აქვს. იმიტომ რომ ესე პალდუიმა მოდის და ვერაყოფენ და ვავსებთ ხოლმე რიგრიგობით. სარწყავად ჩვენ ამას არ ხმართ. სარწყავი წყალი სხვა მოდის, დაბლიდან მოდის, რაც არის სარწყავი. მე ახლა მოხუცები სვავენ ამას, მაგრამ ყველა სხვა უფლება მანქანა მყავს, იმით ამამაგრა, როგორც ვერა აქვს მანქანა. სოფლის ამბულატორიაში ამბობენ, რომ სასმელი წყლით მოწამვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ინფორმაცია ინფექციების შესახებ არც სოფლის რწმუნებულს აქვს. არანაირი მოწამვლა, ვიცით რომ უხარისხო წყალია, წლებია ამ წყალს ხმარობთ, მაგრამ ინფექციები და ესეთი მასიური 2 ადამიანი მაინც მოვიდეს ერთდროულად პაციენტი, რომ სასმელ წყალთან დაკავშირებით არ მქონია შემთხვევა. არავის არ მოუმართავს ჩემთვის. არც გამგეობისთვის და არც ყოფილა მსგავსი ფაქტი, რომ ვინმე ამ წყლით დაზიანებული იყოს, თორე ეცოდინებოდა გამგეობასაც, ჯანდაცვასაც და შემოწმებული იქნებოდა ყველაფერი. უჯარავ სოფელი აღარ არის, შვილო, გადაშენდა სოფელი. უჭირთ, მშივრები არიან. ნახევარზე მეც ამჟამად მით უმეტეს მოუხსნეს ეს სოციალური უზრუნველყოფის ის რა ქვია თანხები. დასაქმებით არაფერი, ერთი მარტო აი სამხედრო ნაწილია, აი მუხროვანი იქ არის დასაქმებულები და აი პალდუა სამხედრო ნაწილია. მარტო მაგით არის დასაქმებული, სხვა არაფერი. შვილო, ეს ყველაფერი მოდის ზევიდან, დეპუტატმა რაქნას და გამგებელმა რაქნას. არა აქვს არავითარი იმათაც, რამეზე რომ ედიხარ ვერას წყვეტავენ იმ ხელაზე, რამ ხელაზე თუნდა თო გადაწყვეტო. ზევიდან მოდის დაფინანსება მეტნაკლებად ცოტა. თორე ვის არ უნდა რომ ვიღაცა მოვიდეს და პაის აკნეს. 16 ივლისის ღამით სოფელ უჯარმაში კურორტზე ჭაბურღილი გააქტიურდა. რეზერვუარი, სადაც ამოფრქვეული ნავთი გროვდება, სწრაფად გაივსო და ნივთიერება გადმოიღვარა. მდინარე უჯარმისხევში დაახლოებით 200 ლიტრამდე ნედლი ნავთობი ჩაიღვარა. მოსახლეობის უკმაყოფილება დაბინძურებულმა მდინარემ და საწვავის სუნმა გამოიწვია. დაბინძურებულია მოსახლეობა წყრის ნაგავს. ფაქტის ახეზია, არ უფრთხილდება. მაზუტს კურორტი უჯარმიდან ჩამოედინება და ეს პრობლემა ეხლანდელი არ არის. ეს კომუნისტების დროსაც რაც აშენდა, მას შემდეგ სულ არის ეს პრობლემა, ესე მოედინება მაზუთი, როდესაც იწყებს მუშაობას კურორტი. რამოდენიმე დღის იყვნენ გარემოს დაცვის სამინისტროდან, აიღეს სინჯები, შეისწავლიან
დადებენ დასკვნას. შეტყობინება მდინარის დაბინძურების შესახებ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელხაზეც დაფიქსირდა. ჩატარდა მოკვლევა, აიღეს სინჯები და შედგა შესაბამისი აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს კურორტ უჯარმას ხელმძღვანელობამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი წიაღით სარგებლობის ლიცენზია. ასევე მათ არ გააჩნიათ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში და ხელშეკრულება თანდევი ფლუიდის გატანასა და განთავსებაზე. შპს კურორტი უჯარმა თანრივერდი კასუმოვის მფლობელობაშია 2008 წლის აგვისტოდან. ფუნქციონირებს სეზონურად, დასაქმებულია 23 ადგილობრივი. პირველ რიგში შეისყიდა 2008 წელში მოხდა შესყიდვა ეკონომიკის სამინისტროს. ქალბატონი ეკატერინე შარაშიძე იყო ამ პერიოდში მინისტრი. და აი ამ პერიოდში, ესე იგი, 2008 წელს ხდება ეს ამბავი. თუ ადამიანისთვის არ უნდა განემარტათ, არ უნდა ეთქვათ, რომ ესეთი მდგომარეობა ყიდულობს, ლიცენზია ჭირდება, ხო, ამ ყველაფერს მოპოვება ჭირდება, რაღაცას, ელემენტარულ დონეზე მაინც უნდა ახსნათ. აქაურობა იყო გაუბედურებული, ალბათ სურათებს და იმას მე აჩვენებთ, რა ვიცი, მოსახლეობას და საზოგადოებას, ამ მდგომარეობაში იყო და როგორ აღურძილა და ადამიანმა დაამსგავსა ფაქტიურად ნორმალური, თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორ ნორმალური ის არის პირობები და სულ ყველაფერი. ამ პერიოდში, ამ სამინისტროში იყო 2008 წელში ლიცენზიების და ნებართვების უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა სამართო. თუ ის მაინც ვერ შეძლეს, ან ერთმანეთთან არ ქონდათ იმ თანამშრომლებს კომუნიკაცია, რომ აი მაშინ არ დაუშვათ, შეიძლება არ შეიძლება, მაგრამ მოხდა ისე, რომ არა უხსნეს ამ ადამიანს, ხო? მერე მაინც გადაემოწმებინათ ლიცენზია ქონდა თუ არა. მომხდარის შესახებ კომენტარი კურორტ უჯარმის მფლობელმა თანრივერდი კასუმოვმაც გააკეთა. არა, ძვალი 61 წელიდან გამოდის და მე რომ მოველი ასე 2008 წელში აქ უბედური ის იყო, ყველგან ნაფტის ტბები და რაღაცები იყო. წყალიანი ნაფტი გამოდიოდა პირდაპირ ეზოში. და მე ყველაფერი გავაკეთე იქ. დავამატე მესამე ესე იგი ცისტერნა, რომ ამ ნაფტი არსად არ ძარბობს. არც მიდიოდა. ამ დღეებში ბუნებრივი იმის გამო ნაფტი და გაზები ძალიან მედი მოსული იყო. ჩვენ იქიდან რომ მოგრავებდით, რომ ამოიღეთ ერთი თურმე პატარა ბავშვად 9 მილიმეტრიანი ან 1 მილიმეტრიანი ფენა დარწმულა, როცა დაცარიელდა არ მოდიოდა წყალი, დაცარიელდა ცისტერნა, შედის მეორე, რომელიც სეპარატორი ევნებიან. პირველზე ნაფტი მაღლა მოდის, მეორეზე სუფთა წყალი მიდის. აი იმ სუფთა წყალში შეერია ნაფტი და შევიდა პირდაპირ არხში და ამის გამო მოვიდა გარემო დაცვის თანამშრომლები, დაწერეს აქტი, საქმე სასამართლოშია. მდინარე უჯარმის ხევი იორში ჩაედინება, რაც ეკოლოგიური ზიანის რისკს ზრდის. იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი ორგანოები სოფელ უჯარმაში არსებულ პრობლემას გადაწყვეტენ. არ დაზიანდება გარემო, მოსახლეობის, ინვესტორის და დასაქმებული ადამიანების ინტერესები.